პირველად როცა ნამუშევარი მოდის ჩემს გონებაში, ესკიზს ფაქტიურად არ ვაკეთებ და ეგრევე ვიწყებ მასალაში მუშაობას და რა თქმა უნდა რთულ და დიდ პროცესს გავდივარ ფიზიკური გაკეთებიდან უკვე საბოლოო რეზულტატამდე, როდესაც უკვე ნამუშევარი ღუმლიდან ამოდის. ჩემი ნამუშევარი ძალიან გრძელ გზას გადის რეალურ შედეგამდე რომ მივიდეს. იწყება უკვე ფიქრით, შემდეგ უკვე ფურცელზე გადმოდის და ფურცლიდან უკვე თარგზე და თარგიდან მასალაში გადადის ეს ყველაფერი. თუ პატარა რაღაც ძალიან პატარა იდეა მაქვს ხოლმე და უცებ ავყვები ამ შთაგონებას ძალიან მარტივად შეიძლება განხორციელო და შეიძლება ერთ დღეშივე დავასრულო ნამუშევარი. თუმცა ხანდახან როცა ცოტა ხანგრძლივ პროექტზე ვმუშაობ და არის მაგალითად მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, ამას შეიძლება წლები დასჭირდეს ხოლმე და ვიწყებ იდეაზე მუშაობას, პერსონაჟებზე მუშაობას, შემდეგ კადრირებაზე მუშაობას. ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი არის. მთავარი ინგრედიენტი არის, რომ ჩვენი საქმე გვიყვარდეს და გვაინტერესებდეს და სულ ვანვითარებდეთ საკუთარ თავს. დამწყებ ქალმეწარმეებს ურჩევ, რომ არ შეუშინდნენ იმ პატარ-პატარა გამოწვევებს, დაბრკოლებებს, ცუდ გამოცდილებებს, რომლებიც აუცილებლად შეხვდებათ გზა და გზა, რადგან ეს ყველაფერი უფრო ძლიერ ადამიანებად თაქცევთ მათ. თქვენი საქმე თუ გეყვარებათ და თქვენი საქმე თუ კარგად გეცოდინებათ, არანაირი დაბრკოლება აღარ იქნება რთული და ყველაფერს ადვილად მიაღწევთ. დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის რწმენა, რაც რეალურად მიგიყვას იქამდე, რისიც გჯერა. პროექტი She's Next in Design უკვე გამოცხადდა. გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, რადგან კონკურსში გამარჯვებულ ქალ მეწარმეებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, რაც რა თქმა უნდა თქვენი ბიზნესის განვითარების დიდ საშუალებას მოგცემთ. მე მოგიწოდებთ, რომ მიიღეთ აუცილებლად მონაწილეობა, რადგან დაგეხმარება თქვენი მომავალი იდეების განხორციელებაში. მოუწოდებ ქალ მეწარმეებს აუცილებლად შემოიტანონ თავიანთი პროექტები, რადგან გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა გაქვთ გაიმარჯვოთ და ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოთ, შეგიძლიათ ასევე ძალიან საინტერესოდ განავითაროთ თქვენი პროექტი, მოისმინოთ სხვა ადამიანების აზრი, შეხვდეთ სხვა მეწარმეებს, დაამყაროთ ახალი კონტაქტები და ესეც უკვე დიდ წარმატებას მოგიტანთ.